ანასტასია, ჩემო თახში ჩანჩქერი ჩამოდის. რა ჩანჩქერი ჩამოდის? შენ კიდე რამე სოკო ხوار შეჭამე. არა, ჭერიდან ჩამოდის ჩემო თახში წყალი ორგან. მიხედავები, და იცი ინგას დაურეკა უცბად, მიდი მანამდე დაბლა დაუდგი რამე. მე რა დაუდგა? ინგა გიხოცები დროზე გამოდი და სახში. ამბალიკოს ოთახში კიდე წყალი ჩამოუშვა ზედამეზობელმა. აუ კედლის გემოქონდა. საჩამოუშვეს წყალი, გავგიჟდები და ეგ იქნებოდა. ფაინე, სულ მომის პოჭერი და კედელი შეხედე რა. ლია გეხოცები, მიდი ადი დაუკაკუნე, ზემოთ გადაკეტონ კაცო წყალი. ფაინე, სულ დაობდაოთახე. დი კლასელებს დავპატიჟებ. რა კლასელებს დაპატიჟებ, ომარიკო? საფანაოდ. აი ხო გეუბნეოდი რომ დააზღვიე მეთქი სახლი რო არ დამიჯერე. შეწყდა მე მგონი. ბრავიცი მე მეგონა რომ აღარ ჩამოუშვებდნენ ახლა მე ჯერ წყალს. სადაც 11 ჩამოუშვეს, მე-12 დრო გაუჭირდებოდა. ხო, სულ დაგვეტბორა სახლი, ხო. ომარიკოს ოთახი იყო როგორც აბანო. არა, არ მქონდა გოგო დაზღვევა და გავაკეთებო ანასტასიამ კითხვა. ვაკეთებ უკვე. ნიტა ხმდეც გვიქნა. საქართველოს ბანკის მობილ ბანკიდან აზღვევ პირდაპირ. ქონების დაზღვევა ქვია და აქედან მიხდი მე თანხასაც. ძალიან გამარტივებულია ყველაფერიც აპლიკაცია განახლდა. ხო, მანდ აკეთებ ზუსტად. რა? პროდუქტების აქტივაციას საჩუქრებია ანასტასია. შეიძლება 10,000 ლარი მოიგო გოგონე და ეგ მომაგებინა და გაგიყოფდი ეგრევე შუაზე. ხო, შენზე უკეთეს ვის გავუყოფ ეხა ვერ გავიგე. ხო. კიდე ჩამოდის წყალი, ჩხრიალის ხმა ისმის. აი მე ხა ნამდვილად გავგიჟდები რა. დაასვე გოგო შენ კიდე დროულად რა. მოიტანე მიდი ტაშტები მიშვენე. კურკში ჩავადგი ფეხი. აი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყე მაგ შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადგი? სახლის კურკლი იყო. ზემო თავიდან დამეძახავასო და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასრედია. დედა გაწიე კაცო რაც ხვირწილ მიტრიალებ ვერ გავიგე. დააწყე მაგ შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე. გახსენი დაგიყიდე. ახალი ბოტასები. შენ წინასწარ იცოდი ისინი რომ დამესწრებოდი და მაგიტომ იყიდი ახლები? რა წინასწარ ვიცოდი კაცო, ნუ მოდიალობ რაღაცებს ჩაიცვი მიდი ერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი ნიუ ბალანსები, იქიდან გამოვწერე მეც. ფოფსარია ქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო, უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. აუ ერთხელ იცი ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია. ის რა არის? აუ ეხლა გულია მედივა. მარი კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედები, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმა იმასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არ ზახსოვსული არა მაქვს შენ ჯერი მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინგა გოგოს ავითხარ ვერც გიცანი.
რა ვიცი ჩემო კარგო ნელა თქვენ ხო ხართ კარგად გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის შენები როგორ არიან მამა როგორ არის რა ვიცი მამა ჩემი დიალეზია რაღაცა ისე მოერყა ჯამრთელობა დიალეზი ხო დიალეზი არის აუცილებელი ხო აუცილებელია ჯე ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა რა 240 ლარი მანახე ჩეკი 240 ბიჭო წერტილი აქვს შუაში გინდა მოიგო 10000 ან 20000 ლარი რა კი გოგო და სუკა უპერა Paybox-ის რეკლამას უყურებთ გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი მე სახში კიზახებით მოიგებ მაგას ომარიკო დადე ექშაქარი დაიპნევა და დაგვესებიან ჭიანჭველები ხო ნუ გათამაშებათა თავის წესები აქვს Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტზე უთებ ტელეფონის ნომერს 10 ბილეთს ჩუქნე და მე ყოველ გადახდილ 10 ლარზე Paybox-დან ერთი ბილეთი კიდე გემატება ანასტასია Paybox-ი რომელია შენ წაგებული 20 ლარი ჩაურიცხეთ ეკლას ტელეფონზე ჯერ ეს ერთი არ წამიგია თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები და მეორე შერას მიკონტროლებ მე ვისრას გადაურიცხავ ესე იგი რასაც ჩაულობ თეკლას და თიკოებს ახარჯებ მაგაჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება ომარიკო დადე მე ექშაქარი ბოგამტრევ ხელებს იწოდე იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი დე თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამ შაქარს პესუკი უწევსო ასე თქვა ხო და შეეშვი დააპნევ მაგას ესე იგი როგორც შევთანხმდით ანასტასია ხელფასს რო აიღებ ის ციგნების თაროხო უნდა ვიყიდოთ ის ლამაზი შარვალი შენთვის პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა და 1 კილო შაქარი გოგოებო ხელფასი ავიღე სად მივდივართ შაურმებზე რა შაურმაზე შოპინგზე ფეხსაცმელი ვინა ვიყიდო შეიძლება კიდე მშვიერი ხარ გამოსული ხო რაღაცა დიეტიტი კლავს თავს აი იქით არის მაღაზია სნიკერ ჰაბი პეკინის 18 წამო სნიკერსი აუ რამდენი ფეხსაცმელი უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის გააქვთ როიჭმევა აი მე გოგო გამოდი აქეთ სნიკერსი კი არა სნიკერ ჰაბია უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს ეგ 115 ლარი სხვადასხვა ფერებში არის თან ხალხო ნახეთ რა ვიპოვე მარტინსები მიმელოდებოდნენ აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავი და უმაგრესი მოდელია ტყავი საკალისტო ხორის მე გამოდი აქეთ რა გჭირს ძალიან მშიერი ხარ ხო რა ორი გოგო 2 საათი არა 2 დღე აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა ამას ვიღებ ამას კიდე ინგას უყიდი ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე აუ რა კაი აუ გოგოებო ამას გავისინჯავ და მოვალ ისე რა ვიცოდეთ გოგოებო ჩვენთან ყველანაირი მოდელი შევნა შეგიძლიათ რაც კი საქართველოში შემოდის განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს კი აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა აუ თეკლას გული წაუვიდა რანაირი დღე იყო რა რა გინდა რა ჩულებრივი დღე იყო ახალი მარტინსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფუნ წაიყვანა აუ წამო შაურმებზე წავიდეთ და რამ ხელარიგია მაღაზიაში გახსენით რა მეორე სალარო თქვენ გონიეთ ეხლა სალაროს გახსნიან მე ვიღამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე ჩვენი ბარათი თუ გაქვთ არა დო არა მაგ გაგიხსნით თქვენი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება არა არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით არ გნებავთ კი ბატონო შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი აუ პური დამავიწყე ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა ბოდიში ვერ ისურით გაჭირებულ ხალხსა რა გაია და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეულის არე იმედია ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად ასე წამლავენ ხალხს მასონები მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა არ გახსნიან ცოცხალი თავით არ გახსნიან აი მე რაღაცა ვერავარ კარგად
მოკვდა ქალი ბიჭო, წაუვიდა გული. ვაიმე გული წაუვიდა. მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწიეთ ერთი კაცით რა. კარგად იქნებით ქალბატონო. ინგა დამელოდე მეც მოვდივარ. წავედი გოგოები ხვალამდე. დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე? ფაიმე. კომუნალურების გადახდა დამავიწყდა. თეატრში უნდა წაგიყვანო. მართლა? აი მე როგორ მიყვარს თეატრი. მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ. თახო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, რას დავაწვე ახლა აქ? პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიწა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. Time 87 ლარია დედა. აი 3 საათამდე როგორ შუქები ჩართული ხარ. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 წალი და კიდე პლუს 10, იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10, 8, 18, ხო. ვაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ? რა ვიცი ვარ, გოგო, ახლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ. აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება, გაკოცეთ. კარგად, ირმა ჩემო კარგო. დედა რა პრაგუნობდა გოგო ნეტა? ფაიმე. ბავშვი დამრჩა თონეში.